რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა რუსთავის წყალმომარაგების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც კომპანია GVP მინისტრს რუსთავის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაციის პროექტები წარუდგინა. განვიხილეთ მიმდინარე პროექტების განხორციელების მდგომარეობა. ეს პროექტები დაგეგმილი იყო 2025 წლის დასაწყისში, არის გარკვეულწილად წინსვლა, გვაქვს ასევე პროექტები, რომელთა მიმართებაშიც არის გარკვეული საკითხები, რომელიც მეტ ყურადღებას მოითხოვს მათი მხრიდან. რუსთავის მხრიდან დაყენებული იყო საკითხი, რომლის ტემპი რაც პროექტების განხორციელების კუთხით არის საკმარისი, რომ მოგვარდეს ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს ჩვენი ქალაქის წინაშე დგას, განსაკუთრებით აქცენტი გავაკეთეთ წყალმომარაგებასთან ერთად საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგებაზე. გავაცანით როგორც მუნიციპალიტეტს, ასევე რეგიონული განვითარების სამინისტროსა და მარეგულირებულ კომისიას 2025 წლის საინვესტიციო გეგმის თაობაზე, ასევე მსჯელობა ჰქონდა ცალკეული პროექტების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.